მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. სასიამოვნო დღეს გისურვებთ ყველას. დღევანდელი ჩართვა მინდა დავიწყო ერთი საკითხით, რომელიც ეხება ტაროს, რა თქმა უნდა, და ტარო გაიგივებული მკითხაობასთან, მომავლის წინასწარმეტყველებასთან, რომელიც ვფიქრობ, რომ არაფერ კავშირში არ არის ამ წუთას. ყოველ შემთხვევაში, მე უფრო ძირითადად ვიყენებ ტაროს ფსიქოლოგიური, როგორც ფსიქოლოგიურ ხელსაწყოც, რადგან მოგეხსენებათ, რომ მე ვარ კოუჩი, ტრანსფორმაციული კოუჩი, მეტაფორული ბარათებითაც ვმუშაობ და ასევე ტაროს ბარათებითაც, ტაროს კარტითაც ძალიან კარგად მეხმარება ჩემს სესიებზე, კოუჩინგურ სესიებზე. შემდეგ გადავწყვეტე, რომ ტაროს ვიდეოებიც ცალკე ჩამეწერა ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც გაურკვეველ სიტუაციაში არიან, სჭირდებათ რაღაცაზე იმ წუთას პასუხი, მიიღონ ის პასუხები, რაც სიმართლეა. ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ კარგი განწყობა, აქვთ დეპრესიული ფონი, შევუქმნათ იმის იმედი და რწმენა ჩავუნერგო აი ამ ჩემი ვიდეოებით და ტაროს დახმარებით, რომ მომავალში ყველაფერი იქნება ისე, როგორც სურთ მათ, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. და რა თქმა უნდა, არაფერი არ ხდება ცხოვრებაში ისე, ერთი ხელის მოსმით, ციდან არაფერი არ ცვივა, თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ და არაფერი არ გავაკეთეთ, ხო ასეა, ალბათ ყველა დამეთანხმება ამაში. ხო, და ტარო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ რო აი ამას ასე გავაკეთებთ და ასე ვიმოქმედებთ, მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეალურად გვჭირდება. რადგან ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებით ხოლმე კონკრეტულ სიტუაციაში რა გავაკეთოთ, როგორ ვიმოქმედოთ, რომ მივახციოთ წარმატებას, ხო? და აი ამისთვის ეს საოცარი ხელსაწყო, ესე დავარქვი, ფსიქოლოგიური ხელსაწყო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიმართულება ვიცოდეთ, რა მიმართულებით წავიდეთ. ხო, და არაფერ კავშირში არ არის იმასთან, ჯადოქრობასთან და ასე შემდეგ, რომ ჩვენ თუ არაფერი არ გავაკეთეთ, ის მაინც მოხდება. იმიტომ რომ ამას წინათ ერთმა ჩემმა გამომწერმა დამისვა ეს კითხვა ზუსტად, რომ ტარო რაღა საჭიროა და წინასწარმეტყველება და ბედისწერა, თუ მაინც ჩვენ ვიმოქმედეთო. რა თქმა უნდა, თუ არ ვიმოქმედეთ და არაფერი ვაკეთეთ, უკან წავა ჩვენი ცხოვრება და არც ტარო გვიშველის და არც ჩვენი დაწერილი სანამ დავიბადებოდით ჩვენთვის განკუთვნილი ბედისწერა. მოკლედ ასეა, ამის თქმა მინდოდა. დღევანდელი გაშლა ვფიქრობდი რაზე ჩამეწერა, რა საკითხზე. და ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნება ის გავიგოთ, თუ რა გვჭირდება იმისთვის, რა გჭირდებათ თქვენ იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ უფრო უკეთესად, უფრო კარგად, ვიდრე ახლა ხართ. გავიგოთ აბა. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებს, რა სჭირდება იმისთვის, რომ თავი იგრძნოს ბევრად უკეთ, ვიდრე არის ახლა. ჯერ გავიგოთ
რა სიტუაციაში ხართ აი ამ წუთას თქვენ? ვინც აი ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ამ წუთას არის მოლოდინის რეჟიმში. ლოცვის რეჟიმში, მედიტაციების რეჟიმში, აი არ ვიცი ვინ რას აკეთებთ, რაღაცას ელოდებით და ძალიან ესე გულმხურვალეთ და გულით ლოცულობთ. უფალსევედრებით, სამყაროსევედრებით, რომ აგიხდეთ აი ეს სურვილი, რასაც ელოდებით, ძალიან გინდათ, ძალიან აი გულმხურვალეთ ელოდებით ამ ყველაფერს. რაღაცა ახალი არის თქვენ ცხოვრებაში, არ ვიცი, ვიღაცასთან შეიძლება თვითონ ადამიანი იყოს, რომლის მოსვლასაც ელოდებით. ვიღაცასთან ახალი ამბავი წერილის სახით მიიღებთ ამ ყველაფერს, ვიღაცასთან ადამიანი გამოჩნდება, რომელიც მოგწერთ. ან რაიმე საჩუქარს გამოგიგზავნით, არ ვიცი, ვიღაცასთან შეიძლება იყოს, რომ მოულოდნელი ფინანსების შემოვა, ძალიან კარგის მოლოდინები გაქვთ მოკლედ და საკმაოდ დიდი ხანი ელოდებით ამ ყველაფერს სხვათა შორის. მინდა გითხრათ, ვიღაცები ესე მართლაც ფანჯერასთან ზიხართ და ელოდებით კონკრეტულ ადამიანს. ძალიან უდიდეს მოლოდინში ხართ და რაღაცის გადაწყვეტილების წინაშე. კარგი. მაშინ გავიგოთ, რა გჭირდებათ აი იმისთვის, რომ აი ახლა უკეთესად იგრძნოთ თავი. რა გჭირდებათ იმისთვის, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი. ვიტყოდი ასე. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა. რომელიც შეიძლება იყოს ოჯახის სათავეში, რომელიც ძალიან მიმზიდველია, ძალიან ქარიზმატული არის ასევე, რომელსაც უყვარს თავისი თავი, უვლის საკუთარ თავს, უпростად უნდა უვლიდეს, მაგრამ რეალურად ამ წუთას ხართ ძალიან მოწყენილი, დეპრესიული ფონი გაქვთ და გჭირდებათ სინამდვილეში აი ეს ხართ, იმპერატრიცა, ვიღაცა, ვინც მამაკაცი მიყურებთ, იმპერატორი. ესეთი ხართ სინამდვილეში, ანუ ოჯახში ხართ, შეიძლება ოჯახი გყავთ, შვილები გყავთ და ამ ყველაფერს ვერ ხედავთ, ვერ ითავისებთ ამ ყველაფერს და თითქოს რაღაცა მოგერიათ, დეპრესიული, არ ვიცი, რაღაცაზე ნერვიულობთ, განიცდით თავში მილიონი აზრი გიტრიალებთ და რაღაცის ახლიდან დაწყება გინდათ, შეცვლა გინდათ და თითქოს აი არ იცით საიდან დაიწყოთ. ტრანსფორმაცია გჭირდებათ. ყველას თავის საკითხი გაქვთ, ხო? ანუ ესე კონკრეტულად ვერ დავასახელებ, ყველა მიიღეთ იმაზე, იმ საკითხზე, რაც გაწუხებთ ახლა. და ასევე ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მარტოსულად გრძნობთ თავს, სინამდვილეში ხართ აი ესეთი უნდა იყოთ რეალურად. ან იყავით და უცებ რაღაცა მიმოქმედოთ თქვენზე, აი ესე თავდაჯერებულობა დაკარგეთ,
რაღაცა საზოგადოებაში საზოგადოებრივ ვის ცენტრში ყოფნა ძალიან გიყვართ რეალურად, მაგრამ ამ წუთას მარტო გირჩევნიათ ყოფნა, რადგან რაღაცა მიჯაჭვული ხართ რაღაცაზე, ვიღაცაზე, არ ვიცი ვისთან რა ხდება. და სხვათა შორის ვიტყოდი, რომ აი ეს ყველაფერი სრულდება თქვენს ცხოვრებაში, იცვლება. ეს ყველაფერი, მაგრამ აი ამ ტრანსფორმაციას რომ განიცდით, საკმაოდ რთულად გრძნობთ თავს, ვერ ვიტყვი, რომ იოლია თქვენთვის ეს ყველაფერი. რა გჭირდებათ იმისთვის, რომ აი ამ მდგომარეობაში უკეთ იგრძნოთ თავი. ნახოთ. გეტყვით აი რას ახლა. წეღანაც დასაწყისშიც ვთქვი, რომ რაღაცის მოლოდინები გაქვთ, ხო? გჭირდებათ ზუსტად აი ის რაღაცა სიახლე, რაც გიბიძგებთ იმისკენ, რომ ნაბიჯები გადადგათ თქვენი თავისკენ. რაღაცა დაინგრეს თითქოს, რაც ეხლა არის, აი ესეთ მდგომარეობაში, რაშიც ხართ და დაიწყოს თავიდან ყველაფერი. ეს შეიძლება იყოს ის თავიდან რაც ვთქვი, რომ რაღაცის და ვიღაცის მოლოდინში რომ ხართ, ან შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ეს დეპრესიული ფონი რომ დაინგრეს და თქვენ საკუთარი თავისკენ გადადგათ ნაბიჯები. იმისთვის რომ უკეთ იგრძნოთ თავი, აი არ ვიცი, უფრო რაღაცა ემოციებთან არის კავშირი ეს ყველაფერი ამ წუთას, რადგან ასეთი დეპრესიული ფონი გაქვთ, იმისთვის რომ აი ეს დეპრესია გაქრეს თქვენგან და რაღაცა იმოქმედოთ თქვენი თავისთვის ნაბიჯები გადადგათ, არის ის საჭირო, რომ რადგან ელოდებით რა მოლოდინის რეჟიმში ხართ, აი ეს შეტყობინება, ეს სიახლე მიიღოთ, გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში ეს სიახლე, რის ფონზეც თქვენ დაბალანსდებით, თქვენი ემოციური ფონი დაბალანსდება, აი ეს სარეული რომ ხართ ახლა, აი ეს დაბალანსდება და თავს იგრძნობთ ძალიან ჰარმონიულად. რა არის კიდევ საჭირო? საჭირო არის რეალურად უყურე საჭირო არის თქვენი რეალობის დანახვა. აი ის, რასაც თქვენ ელოდებით, რამდენად გჭირდებათ აი ამის დანახვა და აი ამის გააზრება არის საჭირო, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. საჭიროა ის, რომ აი ახლა, რომ იბლოკავთ თავს ყველაფერში და მხოლოდ ერთ რაღაცაზე ხართ კონცენტრირებული, აი ამ მოლოდინზე და გგონიათ, რომ აი ეს, რომ აგიხდეთ, თავს უკეთ იგრძნობთ, რეალურად შეიძლება სულაც არ იყოს თქვენთვის ეს უკეთესი ვარიანტი, საუკეთესო ვარიანტი და დაფიქრდით, აბა, იქნება ბევრი არჩევანი გაქვთ, რის გამოც უკეთესად იგრძნობთ თავს და მხოლოდ ეს არ არის თქვენს გარშემო, მხოლოდ ეს ფაქტი არ არის თქვენს გარშემო, რის გამოც უკეთესად იგრძნობთ თავს. დაფიქრდით, გაიაზრეთ, გამოიხედეთ, რადგან თქვენს გარშემო ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც სტაბილურობას გიქმნით, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებთ, მაგრამ თქვენ შეიძლება ვერ ხედავდეთ ამ ყველაფერს კონკრეტული მიზეზის გამო, რომ აი მარტო იმ ერთ რაღაცას ელოდებით და ორიენტირებული ხართ იმ ერთ ფაქტზე, რომ მხოლოდ ის გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან.
კარგი. მოდი აბა კიდევ ვიკითხოთ, კიდევ რა გამოგიყვანთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. აი, აქაც იგივე. აბსოლუტურ რაღაცნაირად, აი, როგორ ხართ იცით, თითქოს რაღაცა სიტუაციიდან გატრიალებული ხართ, მაგრამ აი ეს ემოციები, რაც გქონდათ, უფრო მეტად გაქვთ გამძაფრებული და ამის გამო თავს ძალიან მარტოსულად გრძნობთ, მარტო ყოფნა გინდათ და არავისთან კონტაქტი არ გინდათ რეალურად. თავს ძალიან მოწყენილად და აი გენატრებათ რაღაც სულ შეიძლება იხსენებთ რაღაცებს, რაღაც კარგ სიტუაციებს წარსულიდან და მიჯეჭვული ხართ აი ამ წარსულ მოგონებებზე მოკლედ და გენატრებათ თითქოს აი ამ დღევანდელ აწმყოში ვერ ხედავთ ვერაფერს, რითაც თავს კარგად იგრძნობთ და წარსულით ცხოვრობთ თითქოს. და რადგან მზე ამოვიდა, სინამდვილეში ძალიან კარგი არკანია ეს, მაგრამ ვიტყოდი ასე, რომ თქვენს რეალობას საერთოდ ვერ ამჩნევთ და ეს წარსული გწვავთ ჩვეულებრივად. წარსულის ემოციები, წარსულის მოგონებები და ამის გამო აი არავისთან კონტაქტი არ გინდათ და მარტო გინდათ ყოფნა. გამოგიყვანთ მდგომარეობიდან საპირისპირო ქმედება აბსოლუტურად. აი რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე და ეს კი გატრიალდით რაღაცა სიტუაციიდან, რაც აღარ გაძლევდათ კარგ ემოციებს ან რაშიც ყოფნა აღარ იყო, ანუ თქვენი ნებით არ გატრიალდით და მოგიწიეთ ასე, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მაინც გტანჯავთ, ანუ თქვენი შინაგანიდან ეს ყველაფერი არ არის გასული, ხო? და საჭირო არის ამ ყველაფერზე მუშაობა, საკუთარ თავზე მუშაობა. რის გამოც რის შედეგსაც მიიღებთ აი ამ მდგომარეობას, აი გაიხარებთ, საზოგადოებაში გამოხვალთ. ძალიან დიდი შრომის ფასი იქნება ეს ყველაფერი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მალე მიიღწევა, ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ შედეგს მიიღებთ აი ამას თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ. და კიდევ რჩება ის არის, რომ თქვენი ემოციები და თქვენი რესურსები უნდა შეინახოთ თქვენთვის და სადაც საჭირო არ არის, იქ არ უნდა გაფლანგოთ. რომ ანუ ვიკითხე კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან თავი უფრო კარგად იგრძნოთ, ხო? აი საჭირო არის ის, რომ თქვენი ემოციები და რესურსები შეინახოთ თქვენთვის. რადგან თქვენ საკმაოდ ძლიერი პიროვნება ხართ შინაგანად, მაგრამ ამ წუთას ამ სიძლიერეს თქვენ თვითონ თქვენს თავში ვერ ამჩნევთ. საკმაოდ ძლიერი, სტაბილური, ფინანსურადაც შეგიძლიათ რომ ყარად იდგეთ, სტაბილური პიროვნება იყოთ იქ, სადაც ხართ, მაგრამ რატომღაც აი რაღაცა კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე ხართ ესეთ ცუდ ემოციურ, მენტალურ მდგომარეობაში. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ და დავასრულებ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ უფრო უკეთ, ვიდრე ახლა ხართ? რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენ ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, თავი იგრძნოთ უფრო უკეთ, ვიდრე ახლა ხართ? მეგობრებო, აი აბსოლუტური შეცვლა, აი როგორ გითხრათ. თქვენ გაქვთ იმის ძალა, თავდაჯერებულობაც კარგად ჩაიხედეთ თქვენს თავებში და თუ
აღარ გგონიათ, თუ გგონიათ, რომ აღარ დაგრჩათ ეს თავდაჯერებულობა, ამოატივტივეთ ფსკერზე დარჩენილი პატარა ნაწილიც კი თქვენი თავდაჯერებულობის და გამოიყენეთ ბოლომდე ეს ყველაფერი და ნუ ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ დინებას მიყვებით და არაფერს არ აკეთებთ. რეალურად საჭიროა, რომ იმოქმედოთ, რომ გამოხვიდეთ აი ასეთი დამთვარული, გაურკვეველი სიტუაციიდან და ქმედება უნდა იყოს ძალიან სწრაფად. მე ვიტყოდი ერთ რჩევასაც, რომ თუ ეს მდგომარეობა ეხება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებს, ჯობია რომ გადაერთოთ თქვენს კარიერაზე და აი ასეთი ამ მდგომარეობიდან კარიერაზე გადაერთვა მოგიტანთ ძალიან დიდ ცვლილებებს წარმატებისკენ. და საკუთარ თავში უფრო მეტად აგიმაღლებათ თავდაჯერებულობა და საზოგადოებაშიც საკმაოდ ისეთი ლიდერი პიროვნება გახდებით აი ამის ფონზე, როგორც ახლა ხართ, თუ გადაერთვებით პირდაპირ კარიერის განვითარებაზე და კარიერაზე იფიქრებთ და არა თქვენ სასიყვარულო ურთიერთობებზე ამ წუთას, ეს მოგიტანთ ძალიან დიდ წარმატებებს. თუ ამ წუთას არ გაქვთ, თუ გაქვთ, იმაზე მეტ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე აქამდე გქონდათ. ძალიან კარგი. დაგემშვიდობებით მეგობრებო და გეტყვით უფრო სწორად ესეთი აქცია გავაკეთე, ასე ვთქვათ, სამდღიანი. ჩემთან მოგეხსენებათ, რომ ტარო სესიის 2 კითხვა 15 ლარია, 3 კითხვა ვაკეთებ 20 ლარად და ამ წუთას სამდღიანი აქცია იქნება ასეთი: 3 კითხვა 20 ლარი და 1 კითხვა კიდევ საჩუქრად ჩემგან. ეს აქცია მექნება მხოლოდ 3 დღე, ვისაც ძალიან გნებავთ, შეგიძლიათ მომმართოთ. დღეიდან 3 დღე გვექნება, მექნება აი ესეთი აქცია. ანუ რეალურად გამოდის 4 კითხვა 20 ლარად. ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, დროებით.